მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. გავაკეთოთ ჩვენ ახლა, პრინციპში კითხვები მაქვს მოსადებული ისე, რომ უკვე ჩვენ გავიგებთ რა იქნება, ხო? როგორ განვითარდება თქვენი სიტუაცია. ეხლა ვნახოთ, პირველი კითხვა ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, რა ხდება ეხლა თქვენს შორის. ვნახოთ ეხლა მისი გრძნობები თქვენს მიმართ. რა აქვს მაგას, რა განზრახვები აქვს მაგას საერთოდ თქვენს ურთიერთობაზე, რა უშლის ხელს, იმიტომ რომ ხა არის რაღაც მომენტები თქვენს ურთიერთობას. ვკითხოთ ეხლა როგორ ხედავს თვითონ თქვენი პარტნიორი თქვენს ურთიერთობას ამომავლოდ. ესეც ვკითხოთ. და ვნახოთ აი რა განვითარება იქნება საერთოდ მომავალში. რა უნდა გაიგოთ თქვენ ვაფშე ამ კავშირში, რა კავშირი არის ეს, ხო? ავიღოთ ჩვენ კიდე რჩება ტაროსგან. всё, აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლები და ამიტომ ხა უცბად ტაროს ვკითხოთ. გრძელი გაშლები ჩვენ გვაქვს სხვა არხზე, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. შეგიძლიათ იქ ნახოთ, ვისაც გიყვართ გრძელი გაშლები, რუსულად იცით რომ აქ კიდე ცალკე არხი. დავიწყოთ. ეხლა რა ხდება თქვენს შორის? так, ჩემო სიხარულებო, ვისაც იქნება ეს გაშლა, ეგრევე გეუბნებით. ან თქვენს გაქვთ ეს ახალი ურთიერთობა და თქვენ გაინტერესებთ როგორ განვითარდება ეს თქვენი ურთიერთობა შემდეგში. ან არის ურთიერთობა, როცა თქვენ შერიგდით ეხლა ხანს და ახალი ეტაპი დაიწყო თქვენს ურთიერთობაში. აი ეს ორი ვარიანტი იქნება აქ. იმიტომ რომ კი, აქ ეგეთი მომენტი არის რა. ან ახალი, ან განახლებული. უეჭველი ეს არის რა. აი ეს ხდება თქვენ შორის. შეიძლება კიდე ის მომენტი, რომ ადამიანმა პირველად აგიხსნათ სიყვარული, დაუშვათ, გითხრათ, ან გააკეთე პირველი ნაბიჯი რა. შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ურთიერთობა გაქვთ ახლა აქ თუნდაც ვირტუალური, ესეც არის აქ. რაღაც ხო გეუბნებით. რაც ვთქვი, რომ ან პირველი ნაბიჯები ხდება ახალი გაცნობილი ხარ, ან განახლებული. ვნახოთ ეხლა რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. რას გრძნობს, ანუ როგორი მომენტი არის, იცით? საინტერესოა, ეს ბიჭი ეხლა მაქსიმალურად აქ პენტაკლები გამოდის, როცა მაგას პირველ რიგში უნდა რომ თქვენ აი იმიტომ ვთქვი, რომ ნახეთ, თუ დაუშვათ ახალი ურთიერთობა ეძებს მომენტებს, რა გავაკეთო ისე, რომ ეს გოგო არ დავკარგო. გამიგეთ? ანუ რანაირად მოვიქცე, რანაირად რა უთხრა, აი ეგეთი მომენტი. თუ დაუშვათ განახლებული არის ეს ურთიერთობა, ხო? აქ ადამიანი ფიქრობს შენარჩუნებაზე, რამე არასწორი გაკვეთილი, არასწორი ნაბიჯი არ გავაკეთო. ანუ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე უკვე უნდა ვთქვა. იმიტომ რომ ნახეთ, ეს რას გრძნობს ახლა გეტყვით კიდე. აქ ძალიან ლამაზი ისეთი ნახატი აქ ამ ხა და ცოტა ღრმად ხა გეტყვით. შეიძლება ეხლა ამ ეტაპზე ვისაც განახლებული გაქვთ, ხო? თქვენ ცოტა შეიცვალეთ და თქვენ უკვე აღარ ხართ ისეთი აქტიური, როგორიც იყავით ადრე. შეიძლება თქვათ, დაუშვოთ ეხლა დაიღალეთ, ეგრეთ შეიძლება თქვა და შეცვალეთ მიდგომა და ეხლა ეს ფიქრობს თვითონ რა შემიძლია გავაკეთო, ხა ანუ თვითონ გადადის ქმედებაზე, მოდით ასე რომ ვთქვათ კიდე. კიდე გრძნობს იმას, რომ თქვენ მას ელოდებოდით, მაგრამ თქვა თუ გქონდა თქვენ შორის იყო დაუშვათ რამე სიტუაციები, არასესიამოვნო, თქვენ მას ელოდებოდით, მაგრამ ძალიან მშვიდად და არა ისე როგორ თქვათ, ეხლა რაღაც არ აქტიურობდით რა. და კიდე იმას გრძნობს, რომ თქვენ რაც არ უნდა იყოს, ხო? ანუ მიხვდა ეს გაკვეთილი შეიძლება იყო, მიხვდა მან, რომ
თქვენ არ დაიწყებთ ეხლა მის თქვათ დაბრუნებაზე რამე თქვათ მუშაობა ხო მის დაბრუნება ან დაუშვოთ რამეს არ გააკეთებთ თქვენ არაფერს იმისათვის რომ თქვათ ეს დაიბრუნოთ რა მაგასაც ძალიან კარგად გრძნობ აქ ძალიან დაიჭირეთ თქვენი რაღაც სიტუაცია მაგრამ გააჩნიეს სიტუაციას რა თქმა უნდა კიდე აბა ამით რა გინდა მოიცადეთ აი ეს მაინტერესებს რომ იმიტომ რომ აქ ყველა ვარიანტში კიდე გრძნობს იმას, რომ ელოდებით თქვენ მაგას, რა, ამ ელოდებოდით, რას გრძნობს. იცით რას გრძნობს კიდე? აი ხო გეუბნებით იმასაც, რომ აქ გრძნობს სხვანაირად არის მოცემული ეგ სიტუაცია, არა იმ თქვათ აი უყვარ ხარ, თქვათ გიждდება ვენებს იჭრეს. ეს კი არის აქ, მაგრამ რო უყვარ ხართ, მაგრამ სხვა თემა არის აქ უფრო ღრმად მაჩვენებენ, რომ როგორ არის, იცით, აი თქვენ რასაც არ უნდა, აი დაუშვოთ თქვენ ახლა ნერვიულობთ, ხო? თქვათ, პაუზა თუ იყო, დაუშვოთ, აი ეს ვარიანტი ვნახოთ, ხო, ვინც შერიგდა. ის ძალიან კარგად გრძნობს, რომ რამდენიც არ უნდა თქვენთვის მტკივნეული სიტუაცია, ხო? თქვენ არ დაიწყებთ არაფერს იმისათვის, რომ ეს დაიბრუნოთ. არა, აი აქ სხვანაირი პოზიცია გიჭირავთ. აი ამას გრძნობთ. კიდე გრძნობს იმასაც, თუ ახალია ურთიერთობა, იმასაც გრძნობს, რომ თქვენ აქტიურობას არ დაიწყებთ, რა, თქვენ თვითონ არაფერს ეგეთ არა. იმიტომ რომ თქვენ ძალიან ესეთი ხალი ხართ, რომელიც ძალიან გიყვართ თქვენი თავი, ძალიანაც კარგად აფასებთ თქვენს თავს და ნამდვილად ეხლა არ დაიწყებთ თქვენ ეხლა აქ არიქა და როდეს მომწერს და როდეს მოხვალ. და ამიტომ ეხლა ამით თქვენ ძალიან უდიდეს პატივს გცემს ეს ადამიანი თქვენ რო იცოდეთ, რომ თქვენ ასე იქცევით, რომ იმის მიუხედავად, რომ თქვენ დაუშვათ თუ არ მოიქცევა ეს ადამიანი სათანადოდ, თქვენ წახვალთ ამ ურთიერთობიდან სიყვარულით. იმიტომ არის განახლებული, იმიტომ რომ აქ შეცვლილები იქნებით, თქვენ ორივენი ეტყობა ამ ურთიერთობაში და სხვანაირად მიდის ახლა ეს ურთიერთობა. როცა თქვენ მან მიხვდა ძალიან კარგად, რამდენადაც არ უნდა იყოს თქვენთვის სიტუაცია მწარი, რამდენადაც არ უნდა იყოს თქვენთვის სიტუაცია მტკივნეული, თქვენ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებთ მის დაბრუნებას და რა თქმა უნდა, ამას დიდი პატივისცემას იწვევთ თქვენ მასში, აი ამ თქვენი ასეთ საქციელით. ეს ახლა პრინციპში აქსიომაც არის რა. ვნახოთ ახლა რა განზრახვები აქვს თქვენს მიმართ მაგას. რა თქმა უნდა, ახლა აქ ხო გითხარით, რომ მუშაობა უნდა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება ყველა ვარიანტში. თუ დაუშვოთ ახლა მანძილი გაქვს რაღაცა, დაბრუნება ყველა ვარიანტში არის აქ. თუ არის ახალი, იგივე შემიძლია გითხრათ, აქ ადამიანი ფიქრობს ქმედებას. ფიქრობს, რომ უნდა იმოქმედოს. განახლება კი. აი როგორ იცით ახლა სხვა აი ცოტა მიჭირს, როცა ახლა ასე გაურებული თემა არის, ჩვენ ახლა ორი სიგნიფიკაცია გვაჩვენეს. ყველა ვარიანტში ნახat, აქ რა განზრახვები აქვს სერიოზული, მოდით ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ყველა ვარიანტში ეს ადამიანი გრძნობს, რომ ეს ქალი არის ჩემი, აქ შეიძლება გეუბნებით დიდი ხნის ურთიერთობა გქონათ ვიღაცას და სხვანაირად უსამართლოდ, იცით როგორ აქ ადამიანი თუ განახლებული გაქვთ ურთიერთობა, მიიღო როგორი მომენტი, იცით რომ ეს არის ჩემია რა, ჩემი. და თუ ახალია სხვათა შორის, იცით როგორ ფიქრობს, რომ ასე მგონია, რომ აი ხო პირველად გავიცანი, ხო პირველად დავინახე, მაგრამ აი იმ წუთში ვიგრძენი, რომ ჩემია. აი ეგ მომენტი არის, მიხვდით, რომ თითქოს მთელი ცხოვრება მას ვიცნობ. აი ეგეთი სიტუაცია, მაგრამ შეიძლება კიდე როგორი მომენტი აქვს, იცით? აი ფიქრობს ეს ადამიანი, რომ აი პასუხისმგებლობის აღებას ნახეთ, აი დაუშვოთ თქვენ გქონდეთ რაღაცა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი და იყო ძალიან მიდი, მოდი და აი ესეთი მსუბუქად რა. როცა აი კაცისთვის მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ მაგან უკვე თქვას, რომ ჩემი არა მხოლოდ იმით, რომ თქვა, ახლა ეს არის ჩემი ქალი, ვისთანაც მე დავდევარ სიტყვაზე, ხო? ვისთანაც მე თქვა, მაგ რაღაცა ურთიერთობა, რაღაცა ხვდებით თქვენ
თქვენ რაღაცა, მაგრამ აი როცა კაცი რაღაც აი აქ რაღაც პერიოდი გაქვთ გამოვლილი ისეთი, სადაც ამ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელმაც თავისი ფასი იცის, რომელიც არავითარ შემთხვევაში სულ რო კვდებოდეს, შეიძლება თქვენ იჯდებით, თქვა დაუშვოთ ახლა ელოდებით მას, თქვათ, ხო? მაგრამ არ აჩვენებთ მაგას და თუ საჭირო არის, აი სიყვარულით გულში წახვალ და მიატოვებთ, მაგრამ ხვეწნა მუდარს არ დაიწყებთ, მიხვდით? და აი აქ ამ პერიოდში ამ ადამიანმა მიხვდა, რომ მე მაგას არსად არ გავუშვებ, მაგრამ ეხლა უკვე აი საბოლოოდ თითქოს გადაწყვეტილება მიიღო ის, რომ ეს არის ჩემი სულის, აი ჩემი ისეთი ადამიანი, ვისაც მე, ეხლა შედარება რო თქვა, რომ აი ცოლია, იმიტომ რომ ცოლებსაც არ ეკცევიან ზოგჯერ ისე როგორც საჭირო, მაგრამ აი პასუხისმგებლიანი რაღაცა ეგეთი სიტუაცია არის აქ რა. აი როცა კაცი მართლა რო იძახეს, რომ всё მორჩა, აი როგორც ვთქვათ. всё. ბეჭედი დარტყმულია, ეგეთი რაღაცა არის რა. ხო. შემდეგ სიტუაცია გვაქვს ჩვენ ისეთი, რომ რა გიშლის, თქვათ, ხელს, ხო? რა უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას. რა უშლის ხელს და აი ისეთ რა არის პრინციპში, აქ თუ ახალი გაცნობილი არის ეს თემა, ხო? მაშინ უბრალოდ რომ ახალი რო არის, გამიგეთ, რომ აი უნდა გაიგოთ კიდე რაღაცები გასავლე და ასე შემდეგ. ეს თუ ახალია, თუ არ არის, ახლა ახალი ანუ განახლებული, თქვენ გიშლით ხელს, არაფერს არ გიშლით ხელს აქ პრინციპში, პირიქით, თქვენ ახლა უკვე დაასრულეთ რაღაცა ძველი პროგრამებიდან გამოდიხართ და უკვე პირიქით აღარაფერი აღარ გიშლით ხელს, თქვენ დაასრულეთ აქ უკვე და ძალიან კარგად დაასრულეთ და ახალი განახლებული ენერგიებით მიდიხართ რა. ვნახოთ ახლა როგორ ხედავს თქვენს მომავალს ეს ადამიანი. ძალიან კარგადაც ხედავს, მშვენივრად შეხვედრები ახალი გაცნობილებისთვის, აი შეხვედრები აუცილებლად რომანტიკული შეხვედრები. აქ კიდე ნახეთ, ვისაც გაქვთ თქვენ ახლა განახლებული ურთიერთობა, გოგოებო, აქ ერთი რამე არის, ნახეთ, აქ მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით, რომ ეს არის თქვენი ქმარი. კი, შეიძლება აქ ადამიანს აქ ნახეთ, როგორი აი კიდე რო სიგნიფიკაციით იქნება, როგორ იცით, შენ კი ხარ ჩემი მთავარი ქალი რა, ანუ ყველა ქალის შორის ყველაზე საუკეთესო, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალი არ არის ყოველთვის რომ ცოლი. შეიძლება თუ დაუშვათ მართლა ცოლი ხარ და რეზონირდება და იძახეთ რომ კი ჩემი ქმარი დაბრუნდა, კი ჩვენ გავანახლეთ ურთიერთობა, კი მასეა ზუსტად და ვგრძნობ რომ ჩვენ შორის აი ეგეთი რამე მიიღეთ ეს ურთიერთობა. მაგრამ აქ როგორი სიტუაცია არის, даже თუნდაც თქვენი ქმარი რო იყოს, აქ შეიძლება არის რაღაცა ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენ ვეკითხე როგორ ხედავს შენს მომავალს. რატო ამდენი სიტყვები დავხარჯე ამ თემაზე? იმიტომ რომ აქ შეიძლება თუ მუშაობს ეს ადამიანი სადმე თქვენგან შორს ჯერ ეს სიტუაცია იქნება, მაგრამ ის განახლებული შეხვედრები, ის განახლებული, იმიტომ რომ აქ არის კვერთხების, სამიანი კვერთხების, ეს იმენა მომავალზე ალაპარაკი, გამიგეთ რა ხდება მომავალზე, მაგრამ შეიძლება იყოს ჯერ კი გეტყვით, აქ ნახეთ რა ხდება, საერთოდ ეს ადამიანი ფიქრობს რას, რომ მე მინდა რომ ამას კონდეს სხვა მომავალი, განახლებული, აი სხვანაირი, даже სხვათა შორის, აქ ნახეთ გეტყვით ახლა ან გეტყვის რომ ერთად ვიცხოვროთ, კიდე ვარიანტი, შეიძლება გეტყვის რომ მოდი, ანუ ერთად ვიცხოვროთ, დაბრუნება ყველა ვარიანტში სახლი, კიდე მოდის რა, შეთავაზება რომ მოდი ჩემთან სახლში ვიცხოვროთ, ჩემთან მოდი, კიდე არის აქ ვარიანტი, იმიტომ რომ ბევრნი ხარ და მოდის ახლა ნაკადიდან და გეუბნებით რა, იმიტომ რომ მაგის ესე განზრახვები, აი რატომღაც რა მომდეს იცით, აი რა არ ვიცი ვისთვის იქნება, შეიძლება თქვათ ადამიანმა ააშენა ახალი სახლი და იქ უნდა რომ თქვენ გადაგიყვანოთ იმ სახლში. გამიგეთ, აი რაღაც ეგეთი მომენტები, მაგრამ ის რომ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენთან დალაპარაკება უნდა ყველა ვარიანტში, იმაზე რომ თქვენ ერთად იცხოვროთ, კარგად და ბედნიერად. აი აქ დაბრუნება არის ესეთი რა.
აი სხვანაირად ერთად ვიცხოვროთ, მიხვდით? ნუ თუ ქმარია გითხარით დაბრუნება უეჭველი იქნება. 100%-იანი. კი ბატონო. ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება და განვითარდება 10-იანი პენტაკლების, აქ არის 4-იანი ქვერთხების და აქ არის 10-იანი პენტაკლების, ჩემო სიხარულებო. ანუ ძალიან კარგად განვითარდება, იქნებით ერთად და ბედნიერად. აქ გეუბნეთ თუ ოჯახზე საუბარი, ოჯახი ისევ ისის შერიგება მიდის ოჯახში, მიდის ძალიან კარგი მომენტი. ზოგისთვის შეიძლება ხელის თხოვნა, რომ მიხვდება ეს ადამიანი, რომ ეს სხვა ქალი არ მინდა, თუ არ არის შესაძლებელი, თქვათ, სხვა სიტუაციები გვაქვს სხვადასხვა, მაშინ ერთად ვიცხოვროთ უბრალოდ და ამიტომ აქ ადამიანმა გააკეთა არჩევანი, ეს ქალი არის ჩემი. გოგო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა, როცა უკვე როგორც ცოლი რომ მოიყვანოს, ხოლმე კარგი გაგებით, იმიტომ რომ 1000-ნაირი ვარიანტი არის იმ ცოლის მოყვანის პროცესში. მე ვიძახე იდეალურ ვარიანტს, როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდა, როცა მე მინდა რომ შენთან მთელი ცხოვრება ვიცხოვრო და შეგნებულად ვაკეთებ მაგას და აი აქ ეგეთი ვარიანტი დევს, მიხვდით, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ კანონიერი ცოლი ხარ თუ უბრალოდ ქალი, რომელთანაც ეს ადამიანი აპირებს ურთიერთობის გაგრძელებას. გამიგეთ, სწორედ რომ ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ ასე მიწევს დაწვრილებით ახსნა რა, იმიტომ რომ სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ, ჩემო სიხარულებო, აქ თქვენ. რა არის აქ, რა უნდა გაიაზროთ თქვენ ამ კავშირში, რა და აქაც ახლა ის რომ თქვენ მართლა აქ არის როგორ იცით, თქვენ თვითონ ნახეთ, უნდა გაიგოთ, რომ ეს ურთიერთობა არის სიყვარულისთვის. გამიგეთ? და მაგრამ სიყვარული როცა არის რაღაცა კიდევაც დაბრყოლებები რა. მაგრამ შენ თუ გინდა სიყვარული, რომ თქვათ ახლა სრულყოფილად მიიღო, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება იყოს რაღაც მომენტი. ნახეთ ახლა კიდე რა უნდა გაიგო. ესეც უნდა გაიგოთ, რომ ეს ადამიანი თქვენია. აქ ნახეთ, всё, მორჩა. მოვიდა პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე გავგიჟდე. განახლება მიდის ურთიერთობის, კარგი პერიოდი მიდის ამ ურთიერთობაში, ძალიან კარგი, აქ რა ვიცი, რაღაცა სწავლი გაშლა დღეს, მომწონს ძალიან და რჩება თქვენ, რომ დაჯეკეთ, დაელაპარაკეთ, გაარკვიეთ ყველაფერი და დაიწყეთ ეს ურთიერთობა, სხვანაირად. თუ ეს ურთიერთობა გოგოები იცოდეთ, ვისთანაც მოდის ეს ადამიანი, პირველი ვინც მოვიდა, აქ შემიძლია თქვა 90%-ით, მოდით, იმიტომ საჯაროა ეს გაშლა, ეს მოვიდა თქვენი ქმარი. კი ბატონო, ვისთანაც თქვენ ურთიერთობას უკვე სერიოზულში გადაეზრდება ეს ურთიერთობა და ცოლ ქმარი გახდებით. უბრალოდ ახლა რჩევა არის იმისი, რომ ანუ თუ რამე გაქვთ კიდე გაუგებარი, დაჯეკეთ და დაელაპარაკეთ და პლუს კიდე აქ მზად უნდა იყო იმისათვის, ნახეთ, რომ თქვენ თუ დაუშვათ ეს განახლებული თუ არის ურთიერთობა, იცოდეთ, რომ უნდა ელაპარაკოთ ერთმანეთს და თუ რამე, თქვათ, კი, 10-იანი პენტაკლების რა, ლაპარაკი იქნება და კიდე, იმიტომ რომ ეს რჩევა, ხო, რომ არ დამალოთ არაფერი, არ დაუმალოთ ერთმანეთს და კიდე მოусმინეთ ამ ბიჭს. ნახეთ, გოგოები, ჩვენ გვაქვს ხშირად რაღაცა ეს თემები, რომ არ უსმინეთ პარტნიორს. მიეცეთ საშუალება, რომ გითხრეს მანაც თავისი, თქვათ, აზრები და ასე შემდეგ. აქ ეს საოჯახო თემა არის. აქ ოჯახი იქმნება. ან ურთიერთობა, რომელიც იყო ძალიან დიდი ხანი რაღაცა ტკივილებით სავსე და გაუგებრობით სავსე და შეიძლება დაკარგვებით სავსე, აქ პარტნიორი ბრუნდება, რომელმაც მიხვდა იმ მარტოობაში, რომ თქვენს გარეშე არ შეუძლია, ბევრი გაკვეთილება აქვს გამოვლილი ამ ადამიანს, მიხვდა, რომ თქვენ ხართ უძვირფასესი ქალი, რომლის გაშვებას ეს ადამიანი არ აპირებს, არ შეუძლია მაგას თქვენთან ურთიერთობის გარეშე, იმიტომ რომ ხართ თქვენ მისი იმპერატრიცა და მოდის, всё. იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გამოიარა ამ ადამიანმა, ბევრი რაღაცები იფიქრა, მიხვდა, რომ არ იქცეოდა სწორედ, მიხვდა, რომ თქვენ ახლა აქ გალოდინათ თავისი საქციელი და გაგდებდეთ რაღაცა სიტუაციაში, როცა თქვენ მასე იჯეკით და არაჩვენებდით მაგას, რომ ნერვიულობდით, ხო? აი ახლა მიხვდა, რომ ჩემი ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ აქ.
აქ გაკვეთილი ისწავლა, всё თქვენ გეძლევათ ახალი ეტაპი შემოლამაზება, თუ ახალი გაცნობილი, ესე იგი თქვენ ყავდათ მანამდე რაღაცა რთული ურთიერთობები და ეხლა გეძლევენ თქვენ ისეთ ადამიანს, ვისაც მართლა გაიხარებთ ჩემო სიხარულებო, რასაც მე თქვენ გისურვებთ გულით და სულით.